მიყვარდა ჩემი პატარა ონლაინ სამყარო, ფოტოებით, მეგობრებით და ყოველდღიური სიახლეებით. ერთ დღეს მან მითხრა: ოჯახში ყველაფერი გამჭირვალი უნდა იყოს. გობა ხომ ასე შენდება. იმ დღეს მივეცი ჩემი პაროლები, მოწრფელად, გულუბრყვილად. მენდე, როგორც მხოლოდ სიყვარულის დროს შეიძლება ენდო ადამიანს. ეს 26 წლის თამარის ისტორიაა. თამარი არ არის გულუბრყვილი. ის უბრალოდ ენდობოდა. სწორედ ნდობა გახდა მისი თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებული იარაღი. იმ დღის მერე ჩემი ცხოვრება მე აღარ მეგთუნდა. მან იცოდა რამდენი წუთით ვიყავი ონლაინ და ვის წერდი. მერე დაიწყო კითხვა. ვინ მოგწერა? ვის დაუტოვე ლაიქი? ეს პოსტი ვის ეხება? ზოგჯერ დაავადობა უხილავია. ის არ ტოვებს ხოლმე ხელისა. არ ყვრის, არ განხილავს. ის აჩრდილივით შეუმჩნევლად იპარება გონებაში. ანგრევს სიცხეს, ისახებს შიშს. გართმევს თავისუფლებას, პირსებას. გაკარგულებს საკუთარ. მერე დაიწყო აკრძალვები. ამ ფოტოზე ზედმეტად იგი ადამიანთან აღარ უნებია. ეს კომენტარი წაშალე. ყველაფერი სიყვარულის სახელით კეთდებოდა, მაგრამ ეს სიყვარული ნელ-ნელა მახრჩობდა. მეგობრები გაუჩინარდნენ, პოსტები წაიშალა, გაქრა ჩემი პირადი სივრცე. ერთხელ უბრალოდ მივხვდი, რომ თავისუფლება შეიძლება ჩუმად, ყვირილის გარეშე წარსულიყო. თუ გგონია, რომ შენ გიფავთვალებ, დაკონტროლებ, დაშანტაჟებ, ამ ზრდით. იცოდეს დანაშაულია და დახმარება არის. თუ გჭირდება მხარდაჭერა, ეშინი ან ვერ ხვდები როგორ მოიქცე, დაუყოვნებლივ მიმართე პოლიციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ან იპოვე შენს რეგიონში მოქმედი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, სადაც აგიხსნიან სამართლებრივი დაცვის გზებს, აგეხმარებიან შენი უფლებების დაცვაში. დახმარება უკაცრიელია, ანონიმურობა დაცვა. გახსოვდეს, ციფრულ სივრცეში კონტროლი და დაშინება ძალადობაა. ამოიცალე, ისაუბრე, მოხდა.